მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს არის 21 ივნისი და გვაქვს მზე ბუდობა. მზე ბუდობა უკავშირდება ცვლილებებს, ციკლების ზრდას, განთავისუფლებას, ახალ ეტაპებს და ამიტომ მე მინდა ამ თემატიკასთან ახლოს გავაკეთო საჯარო გაშლა და კითხო ტაროს, რა უნდა დავტოვო წარსულში, რომ წინ წავიდე. მას ასე დავიწყოთ და გავიგოთ, რა უნდა დატოვოთ წარსულში, რომ თქვენ წინ წახვიდეთ, განვითარდეთ, განთავისუფლდეთ, მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები. ნახოთ, რა უნდა დატოვოთ წარსულში, რომ წინ წახვიდეთ. რა უნდა დატოვოთ წარსულში, რომ თქვენ წინ წახვიდეთ. და ჩვენ აქ ამოგვივიდა არკანი სიკვდილი. არკანი სიკვდილი არ მიანიშნებს პირდაპირ ფიზიკურ სიკვდილზე. ის მიანიშნებს გარდაქმნაზე, რაღაცის დასრულებაზე. თქვენ რაღაც ძველი უნდა დაასრულოთ თქვენს ცხოვრებაში. თქვენ უნდა გარდაიქმნათ სრულიად. თქვენ წარსულში უნდა დატოვოთ ის ძველი, რომელიც უკვე თქვენ არ გემსახურებათ. ეს შეიძლება შეეხებოდეს ურთიერთობას, ეს შეიძლება შეეხებოდეს თქვენს საქმიანობას, ან კიდევ ცხოვრების რამე ეტაპს, ყველა ეტაპს. ანუ თქვენ უნდა დატოვოთ წარსულში ის, რაც უკვე არ გემსახურებათ და უნდა გარდაიქმნათ სრულიად. და აქ გვაქვს ჩვენ ხმლების სამიანი. ხმლების სამიანი ეს არის, ჩემო ძვირფასებო, ტკივილი. თქვენ უნდა დატოვოთ, დაასრულოთ და აღარასოდეს დაბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რამაც თქვენ მოგაყენათ ასეთი დიდი ტკივილი. ხმლების სამიანი შეიძლება ურთიერთობაში იყოს ეს ტკივილი გამოწვეული, იყოს მესამე პირებიდან, მესამე პირების ჩარევით. შეიძლება ეს იყოს ფინანსებში, ან თქვენ საქმეში ზდებდით ძალიან დიდ ენერგიებს და არ მიიღეთ სათანადო დაფასება, რამაც ძალიან გული გატკინათ. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ წარსულში უნდა დატოვოთ და აღარასოდეს არ დაბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რამაც თქვენ ძალიან დიდი ტკივილი მოგიტანათ და გული გატკინათ. ასევე ხმლების სამიანი, ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მისი მნიშვნელობა კიდევ არის, რომ ხმლების სამიანში ჩვენ ვიგებთ სიმართლეს, ვიგებთ ამბავს, რაც ძალიან გვტკენს გულს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვხედავთ სიმართლეს და ამ სიმართლის დანახვით იწყება ჩვენი განკურნება. ანუ
ჩვენ დავსვით კითხვა, რა უნდა დავტოვოთ წარსულში, რომ წინ წავიდეთ. თქვენ უნდა დატოვოთ წარსულში და აღარასოდეს დაბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რამაც თქვენ ასე ძალიან გული გატკინათ და აუცილებლად თქვენთან იწყება სწრაფი წინსვლა, სწრაფი განვითარება, ახალი საქმის დაწყება, ახალი ურთიერთობა და თქვენი საქმე, თქვენი მდგომარეობა ვითარდება სწრაფად და იწყებს სწრაფ წინსვლას. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, დატოვეთ წარსულში ის ტკივილი, რამაც ძალიან გატკინათ გული და აღარასოდეს დაბრუნდეთ იმ მდგომარეობაში და თქვენთან აუცილებლად მოდის სწრაფი განვითარება, სწრაფი სიხარული, ურთიერთობა, ყველაფერი იწყება სწრაფად თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, წინსვლას და ჯანმრთელობას.